დღეს ძალიან გემრიელი სადილის რეცეპტი უნდა შემოგთავაზოთ. 9 კილო ფარშისგან მოვამზადებთ სადილს მთელი ოჯახისთვის, თანაც ძალიან გემრიელს. ვისაც გიყვართ გემრიელი კერძები, შემოგვიერთდით და მოამზადეთ ჩვენთან ერთად. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, ვიდეოც დაალაიგეთ და გაუზიარეთ მეგობრებსაც. ჩვენ კი დავიწყოთ მზადება. წინა დღის პური ან ხმელის სუხარი, ორცხობილა, ჩავალბოთ რძეში. დოზებს დაგიწერთ აღწერაში. ეს დროებით გვერდზე გადავდგათ და უკვე მაქვს მე აქ დაჭრილი მწვანილები. სეზონია და ხმელი ხახვის მაგივრად გამოვიყენე მწვანე ხახვი. ხმელი ხახვით შეგიძლიათ დაჭრათ. ნიორსაც 2-3 კბილი ნიორი ჭირდება და მე ამ ერთ დიდ ახალ ნიორს დავჭრი და ამას დავამატებ. ეს დაჭრილი მწვანეულობა მოვათავსოთ ბლენდერში და დავაბლენდეროთ. ძალიან გაგვახარებთ არხს თუ გამოიწერთ ვიდეოს დაალაიქებთ და გააზიარებთ კიდევაც. ცალკე თასში მოვათავსე 9 კილოგრამი შერეული ხორცი, საქონელი და ღორი. დავამატე 1 კვერცხი. აქვე დავამატოთ ჩვენი დაბლენდერებული მწვანეულობა. თუ მწვანეულობა არ გექნებათ, ხმელი სუნელებით შეგიძლიათ გამოიყენოთ. დავამატებ მარილს და პილპილს გემოვნებით. ვამატებ დაღერღილ მწარე წიწაკას, ძალიან უხდება და გემოვნებით დაამატეთ. აქვე დავამატებ რძეში ჩამბალ პურს. ჩამბალი პურის რაოდენობა თქვენ თვითონ განსაზღვრეთ. მე ყოველთვის თვალზომით ვამატებ და რამდენად ცხიმიანი ან უცხიმო ხორცია. ეს მასა ხელით კარგად უნდა შევურიოთ, კარგად უნდა გავაერთიანოთ. დაახლოებით აი ასეთი უნდა მივიღოთ. ამას დავაფარებ და მაცივარში შევდგამ ცოტა ხნით. გარეცხილი და გასუფთავებული კარტოფილი დავჭერი ესე მსხვილ კუბიკებად. დავასხათ ცივი წყალი ისე, რომ ცოტა იფარებოდეს, შემოვდგათ მოსახარშად. კარტოფილი რომ მოიხარშება და დარბილდება, გადმოვიტანოთ ცალკე თასში, წვენისგან ამოვწუროთ. მე ესე ნაწილი ამოვიღე კარტოფილი ცხელ-ცხელი, დავამატე კარაქი, ზემოდანაც კიდე კარტოფილი დავაყარე და ეს უნდა ჩავშალოთ, ჩავჭყლიდოთ. ეხლავე დავამატებ მარილს და პილპილს გემოვნებით. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ყველი უნდა გამოვიყენოთ და რამდენად მარილიანი და უმარილო ყველი გაქვთ. ამიტომ კარტოფილს მარილი ცოტა დააკელით, ისე დაამატეთ. მე კარაქს კიდე დავამატებთ, კარაქი კარტოფილში არასდროს ზედმეტი არ არის, თქვენ იმდენი დაამატეთ, რამდენიც მოგესურვებათ. კარტოფილის პიურე ძალიან მშრალი რო არ გამოვიდეს, მე ცოტა რძეს დავასხამ. შეგიძლიათ კარტოფილის ნახარში დაამატოთ. რამდენს დაამატებთ, ეს თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, დამოკიდებულია კარტოფილის სიმშრალეზეც. კარტოფილი საბოლოოდ კარგად ჩავშალოთ და გავაერთიანოთ და მივიღებთ აი ასეთ ძალიან გემრიელ პიურეს, რომელსაც დავაფაროთ და დროებით გვერდზე გადავდგათ. გადმოვდგათ ფარშიანი თასი, რომელიც მე მაცივარში მედგა და გავაკეთოთ პატარა კატლეტები, მრგვალები. ძალიან ადვილად მზადდება, ისევე როგორც კატლეტებს ამოვაბურთავებთ და დავამრგვალებთ. სანამ ამას ვამზადებთ, თქვენ შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, ვიდეოც მოიწონოთ და გააზიაროთ კიდევაც. აი ასეთი კატლეტის ბურთულები მოვამზადე, წავიღოთ ეხლა და შევწვათ. ტაფაში ჩავასხათ ზეცი და კარგად გავაცხელოთ. ჩავალაგოთ კატლეტის ბურთულები, თან ესე ტაფა შევანჯღრიოთ ხოლმე, რომ ბურთულამ იგორაოს, ასე ეხმარება დამრგვალებაში. ტაფა გვიდგას საშუალო ცეცხლზე და ზეთი არის კარგად გაცხელებული. მოვათავსე ყველა ბურთულა და შევწვათ ყველა მხარეს. მე მაქვს 1 ჭიქა სახში მომზადებული ტომატი. დავამატე 1 ჩაის კოვზი მშრალი მწარე აჯიკა. ეს მოვურიოთ, გავაერთიანოთ და უკვე შემწვარ კატლეტებს და მოვასხათ ზემოდან. შეგიძლიათ ნებისმიერი ჩახუფული პომიდორიც გამოიყენოთ. როცა ხელმეორე წამოდუღდება და თუხთუხს დაიწყებს, 1 წუთი დავტოვოთ და გადმოვდგათ. დაგჭირდება უმარილო ან ნახევრად მარილიანი ახალი ყველი. მე მაქვს სულგუნი და სულგუნს გამოვიყენებ, ისე ახალი ყველი უფრო უმჯობესია. კატლეტებიც და პიურეც რო უკვე მზად გვექნება, ავიღოთ ღუმელში შესადგმელი თასი.
მე ასეთი თიხის თასი მაქვს, რომელშიც გადმოვიტან მთელ პიურეს. გადავანაწილოთ თანაბრად, ზემოდან მოვალაგოთ ჩვენი კატლეტები. თანაბრად გადავანაწილოთ კატლეტებიც, თუ წვენი დარჩება, ისიც ზემოდან მოვასხათ. კატლეტებს თანაბრად რომ გადავანაწილებთ, ზემოდან მოვაყაროთ გახიხილი ყველი. რაოდენობა თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, ცოტა მეტ-ნაკლებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში და ჩვენი კერძი რო თუხ-თუხს დაიწყებს, ყველიც ჩადნება. ამას შეიძლება დასჭირდეს 15 წუთიც, დამოკიდებულია ღუმელის ტემპერატურაზეც. ყოველ შემთხვევაში კერძი უნდა გაერთიანდეს და ერთად კარგად ადუღდეს. ასეთ შემთხვევაში ჩვენი კერძი უკვე გზად არის გადმოვდგათ. აი ესეთი სასწაული კერძი გამოგვივიდა, ძალიან გემრიელი, ძალიან ნოყიერი და დამანაყრებელი კერძი გვაქვს. აუცილებლად მოამზადეთ ეს რეცეპტი, მთელი ოჯახისთვის არის. თქვენ კი არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, ვიდეოც დაალაიქეთ და გაუზიარეთ მეგობრებს ეს გემრიელი სადილი იმათაც რომ მოამზადონ. მე კი თქვენ დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით ძალიან საინტერესო რეცეპტებით, იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.